ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას დაეთმო. დღესაც აბიტურიენტების და მათი გულშემატკივრების სიმრავლე შეიმჩნეოდა ოზურგეთის ნომერ მესამე საჯარო სკოლასთან. სესიის მეორე დღე ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას დაეთმო. გამოცდიდან გამოსულმა და ასევე გამოცდაზე შემსვლელმა აბიტურიენტებმა გურიეტივის თავიანთი ემოციები, მოლოდინები გაუზიარეს და საგამოცდო სივრცეში არსებულ გარემოზე ისაუბრეს. ძალიან კარგი გარემო იყო, არანაირი დაძაბულობა არ იყო არც დამკვირვებლების მხრიდან, სასიამოვნო ადამიანები ყველაფერს დეტალურად გვიხსნიდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ასე ვთქვათ, ნერვიულობა შეემსუბუქებინათ. და მოკლედ რომ თქვა, არ იყო არანაირი დაძაბული გარემო, იყო მაქსიმალურად კომფორტული და აბიტურიენტებზე მორგებული. თავიდან ძალიან ნერვიულობდი და რო შევედი, ისეთი გარემო დავხა საერთოდ ბავშვი არანაირი ნერვიულობა. თემა აი მოვიდა, მე მგონი ნორმალურად დავწერე. ნერვიულობა გვერდზე უნდა გავიგოთ, რაც თავარია, ეგ შეგვიშლის ყველაზე მეტად ხელს. არაფერი ნერვიულო არ არის. ძალიან მშვიდი გარემოა, არ ინერვიულოთ არაფერზე, არ დაისტრესოს, თავიდან კი იქნება ძალიან აი რაღაცა დასტრესილი, რომ აი ეს რა არისო, მაგრამ არა მართლა, აი რო შეხვალთ, დამშვიდებით, გაიხსნებით და რა ვიცი, ყოველს წარმატებას ვუსურვებ. რამდენად საინტერესო იყო შენთვის, რამდენად დამუშავებული იყო. კი, ძალიან კარგი იყო, მომეწონა. ცოტა კი ნერვიულობთ, მაგრამ რეალურად ანუ იმდენი ვიშრომეთ და იმდენი ვიწვალეთ, რომ არ მგონია, რომ ეს შრომა სადმე ისე წავარა. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ვინც ვიშრომეთ და ვინც არ იშრომა, ის თუ მოინდომებს, რა თქმა უნდა ჩააბარებს და ყოველს წარმატებას ვუსურვებ. წელს ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში 500-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.